ლივერპულმა ავტოავარიაში დაღუპული პორტუგალიელი შემტევი დიოგო ჟოტა ვებგვერდზე მოთამაშეების ჩამონათვალში სამუდამო სტატუსით შეიყვანა. ინგლისურმა კლუბმა უცნობრიანი მაისური, რომლითაც ჟოტა ასპარეზობდა, გააუქმა და 2 წლიანი კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი სრულიად მის ოჯახს ჩაურიცხა. ამასთანავე მერსესაიდული კლუბი ჟოტას 3 შვილის სწავლასაც დააფინანსებს. მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი მის ძმასთან ერთად ავტოავარიაში 3 ივლისს დაიღუპა. გორის დილა და ქუთაისის ტორპედო კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ. დილამ პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ლუქსემბურგის რასინგი 1-0 დაამარცხა. ტორპედომ კი 2 მატჩის ჯამში 2 დაბას 4-3 ისლია. კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დილას მეტოქე რიგა იქნება. ტორპედო კი კვიპროსულ ომონიას დაუპირისპირდება. მატჩები 24 ივლისს გაიმართება. მადრიდის რეალის ფეხბურთელმა ჯუდ ბელინგემმა მხარზე ოპერაცია გაიკეთა. ინგლისელი ნახევარმცველი ახლა რეაბილიტაციის პერიოდს გადის და ის მოედანზე მიმდინარე წლის ოქტომბერში დაბრუნდება. ოპერაციის შემდეგ ბელინგემმა ინსტაგრამზე ფოტოც გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს ხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 2026 წელს საქართველოს მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირი თბილისსა და ქუთაისში გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყანა მიიღებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს 20 წლამდელთა ჩემპიონატს 2017 წელსაც მასპინძლობდა.